მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო, პირველ რიგში მოგიკითხავთ აქედან დიდი სიყვარულით, გიგზავნით სიყვარულს, კეთილგანწყობას, უდიდესი მადლობა თქვენი გამოწერებისთვის, თქვენი კომენტარებისთვის, კომპლიმენტებისთვის, რომ მეფერებით, რომ ესეთი ტკბილი კომენტარები გაქვთ. მადლობთ. დიდ მადლობას გიხდით ასევე, რომ მიყურებთ, რომ შემოდიხართ ჩემ არხზე. იცით, რომ ჩემი არხი განსხვავებულია, იმიტომ რომ სახელიც განსხვავებული აქვს, მეხუთე განზომილებაში გადადის სამყარო, მაღალ ვიბრაციულ ენერგიებს, ღვთიურ კურთხევებს, თვითონ სულიერებას ვეხებით უკვე. გვინდა თუ არ გვინდა, ეს ჩვენ ცხოვრებაში ხდება და ეს არის რეალობა დღეს. იცვლება როგორც სამყარო, როგორც დედამიწა, გეოპოლიტიკა და საერთოდ ყველაფერი. იცით ესეც, ერთი წუთით. გავაგრძელებ მოკლედ. და მინდა გითხრათ, რომ აქედან გამომდინარე ყველაფერი იცვლება სამყაროში. იცვლება ჩვენი სიტუაციები, ჩვენი გრძნობები, ჩვენი ფიქრები, ჩვენი მიზნები, ჩვენი შეგრძნებები, ჩვენი დამოკიდებულება ამა თუ იმ ადამიანებთან, ამა თუ იმ სიტუაციებთან, ყველაფერი ცვალებადია. ეს არის გამოწვეული აი ამ ესეთი სამყაროსეული ენერგოვიბრაციული ველის ჩართვით, რომელიც ჩაირთო დედამიწაზე, რომელიც ცვლის საერთოდ ყველაფერს. იმიტომ რომ ვიბრაცია ადის ზემოთ. თქვენ იცით, რომ არსებობს დედამიწის ენერგიის საზომი შაუმანის შკალა, რომელიც ზომავს დედამიწის ენერგეტიკას და აი ეს ახალი წლების პერიოდი იყო ძალიან აწეული. იმდენად აწეული, რომ აი პირდაპირ ზემოდან ეშვებოდა გამწმენდი ოქროსფერის სხივები, რომელიც მთელ უარყოფით აი იმ წითელ ზონას, ესე ვთქვათ, ხო? ესე დავარქვათ. ყველაფერს ანეიტრალებდა, ანუ ძალიან დიდი ენერგია მოდიოდა დედამიწაზე. ეხლა უკვე დასტაბილურდა. ყოველ შემთხვევაში არის მომწვანო და მოლურჯო ფერში. მოლურჯო ეს არის ჩვენი მეექვსე ჩაკრა და რა თქმა უნდა ინტუიციასთან და მესამე თვალთან, აჯნასთან არის კავშირში. მწვანე არის გულის ჩაკრა და უფრო მეტად ფიგურირებს ფერებით ხსნიან თან, პლუს ამ ყველაფერთან ერთად ეს აპარატი საზომი შაუმანის, რა თქმა უნდა, თავისი ციფრებით და იქ ყველანაირი საზომით იხსნება, მეცნიერები ხსნიან, ფიზიკოსები არიან ამით უფრო მეტად და არა მარტო ფიზიკოსები, ეზოთერიკოსებიც უკვე. და ასევე, რა თქმა უნდა, აქვს ფერებს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ზუსტად ეს ფერები აეხლა, რომელიც შემოსული, ეს არის გულის ჩაკრა, გააქტიურებული, მეხუთე ჩაკრა, გულის მწვანე ფერი და მეექვსე ლურჯი ინტუიცია, მესამე თვალის და ჩვენ უმაღლეს მესთან ჩვენს იმ დიდ სამყაროსთან, საიდანაც ვიღებთ ამ ენერგოსაინფორმაციო ველში, კოლექტიური ველიდან, სამყაროსეულ ინფორმაციას, წვდომას, ფაქიზის სივრციდან, აი ეს ორი ჩაკრა, ორი ფერი არის გააქტიურებული და შემოსული დედამიწაზე ეხლა, ну, დღევანდელი და გუშინდელი დღის ასე ვთქვათ, იმით პროგნოზირებით, მაგრამ საერთოდ ძალიან იცვლება და ძალიან უცებ ხდება რა, ეს ენერგიების ასვლა, აწევა, ჩართვა, ძალიან დაჩქარდა დრო და ეს განპირობებულია იმ ყველაფერთან ერთად, რაც ხდება დღეს მსოფლიოში, სამყაროში. მე ვიცი ღრმად, ჩახედულად ამ ყველაფრის ახსნა.
იმიტომ რომ მეტაფიზიკით ვარ დაინტერესებული, ასევე ნასწავლი მაქვს და გავლილი მაქვს კურსები, მაგრამ ამასთან ერთად საერთოდ სამყარო რომ იცვლება და ეს რაღაც პროცესი რომ ვითარდება, უკვე ყველა ამჩნევს. როგორი ათეისტიც არ უნდა იყოს დღეს ადამიანი დამიწებული და არ ქონდეს აი სკეპტიკოსი რო იყვიან რა, არაფრის რწმენა დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ის ადამიანებიც კი გამოფხიზლდნენ. ეს ხელოვნურად მოწყობილი ცეცხლი თუ სტიქიური უბედურება თუ რასაც, ვიცით რომ არსებობს ამის ყველანაირი ტექნოლოგიები დღეს, ხელოვნურად თუ ბუნებრივად ფაქტია, რომ მიდის ძალიან დიდი გაწმენდვა სამყაროსგან, ხო? ანუ რა ხდება, როცა ბალანსი კიდევ ერთხელ ვიძახი, როცა მერყევი ხდება, რას ნიშნავს? უნდა იყოს ყველაფერი დაბალანსებული და როცა ხდება ამ ბალანსის ამოგდება, რო იტყვიან, ხო? რომ გადაწონა აი ამ დიდმა შავმა ბოროტმა ენერგიამ, ხო? და დაიკარგა სიყვარული, დაიკარგა სიკეთე, დაიკარგა სათნოება, პატიოსნება, გულწრფელობა, თუნდაც ეს ტრადიციული ოჯახი, სისუფთავი, აი ესეთი კეთილგონიერება, პატიოსნება, აი ესეთი თვისებები, როცა იკარგება, იწყება ძალიან დიდი პრობლემები მთელ სამყაროში. და ვიცით შედეგებიც, იმიტომ რომ ისტორიიდან ცნობილია, დიდი ცივილიზაციებიც კი გამქრალან, როცა ადამიანს დაუკარგავს მისი სახე, რას ნიშნავს ეს, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად, მასში ჩადო მისი ნაწილაკი, ეს არის მისი გული. ადამიანი განსხვავდება ყველა ცოცხალი მშვენიერი არსებისგან მისი გონიერებით, მისი გრძნობით, მისი კეთილგონიერებით და იმ სულიერებით, რაც ღმერთთან აახლოებს მას. აქ რელიგიაზე არ არის საუბარი. შეიძლება იყოს იგივე მუსულმანი, ან თუნდაც იუდაიზმის წარმომადგენელი, ან თუნდაც ტიბეტური ფილოსოფიის რელიგიაში რწმენაში იყო, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ნახეთ, ყველა რელიგია ამ შემთხვევაში ერთიანდება, იმიტომ რომ აღიარებენ ერთ ღმერთ შემოქმედს და ყველა რელიგიაში, როგორც ქრისტიანობაში არის დაცული ის სამყაროსეული კანონები, რაც როგორც ღვთიური კანონები ჩვენ ვეძახით, ასევე სამყაროსეული კანონებია და როცა ეს კანონები ირღვევა და ირღვევა ძალიან მძაფრად, მაშინ ხდება საერთოდ ამოვარდნა კალაპოტიდან. იქ უცებ ამოიფრქვევა ვულკანები, წამოვა ეს ლავა, ცეცხლი, ჩნდება, მოდის სტიქიური უბედურებები, იგივე წყალდიდობები, ცუნამები და ასე შემდეგ. ხან გვალვები, ყველგან ომები. ეს ერთმანეთზე დაპირისპირება ადამიანების, ახლობლების, მეგობრების ნათესავების, ეს შიზოფრენიული, პირდაპირ თავზე, ნახეთ, ზემოდან მოდის ეს ენერგია კოსმოსიდან, ხო, უბრალოდ მოკლედ რო ავხსნა, ახლა ლექციას ხო ვერ წავიკითხა. ეს ყველაფერი მოდის ზემოდან, ამიტომ ადამიანი როგორც მიმღები, თუ შენ არ შეესაბამები ამ მაღალ ვიბრაციას, ამ ღვთიურ ენერგეტიკას, ამ სულიერებას, არ გაქვს რაღაცა მაინც სათნოება, სიკეთე, სიყვარული, ცოტათი მაინც, ხო? ცოტათი მაინც. გაქვს იძულვილი, უყურებ ამ ახალ ამბებს, დაზაფრული ხარ ამ ნეგატივზე, ამან რამას როგორ უქნა ის, როგორ გაბედა, იმან შეურაცხყოფა მიაყენა, ბილსიტყვაობა, გინება, შიში, ეს ყველაფერი, ერთმანეთსადმი უპატივცემულობა, ეს ყველაფერი წევს, ნახე, ადამიანის ენერგია ეცემა და ჩადის წელს ქვემოთ. წელს ქვემოთ რა არის? იქ უკვე ლპება, იქ უკვე ხორცი ლპება, იქ უკვე სული აღარ არის. ნახეთ. და ხდება დამიწება, შენ იქცევი მიწად. ნეშომპალა ხდები, გესმის? ამიტომ არის აუცილებელი, კიდევ ერთხელ ვიძახი, ჩვენი სულიერების ამაღლება, ღმერთთან დაახლოება, სამყაროსთან, იმ თუნდაც ცოტა ხანი განდეგილის
პოზიციაში ყოფნა, რომ შეიცნო შენი თავი, შენი საკუთარი ეს უმაღლესი მე, რომელიც ის ღვთიური ნაწილაკია, ის სინათლეა, ის სიკეთეა, ის პატიოსნებაა, ის გულწრფელობაა. აი ამ სიწმინდესთან, ამ რაღაც სულიერებასთან რო გაგშეხება, ხო? ავტომატურად შენ უკვე ხდები კანდიდატი ამ ახალი მაღალვიბრაციული მეხუთე განზომილების ენერგიის გამტარი. და შენ უკვე ადვილად ადაპტირდები და ადვილად უძღვები აი ამ ცვლილებებს, რომელიც არა მარტო სულიერად, ფიზიკურად გირტყავს ძალიან. ამიტომ არის აუცილებელი გაჟღერება, რაც შეიძლება პოზიტივის, მადლიერება, ყოველ წუთს, ყოველ წამს, რომ მადლობდეთ ყველაფერზე, თუნდაც დღევანდელი დღე რო გაგვითენდა, ლოცვა, თუნდაც ჩვენი სიტყვებით იყოს ეს. და რაღაცნაირად შენ არჩუნება სიმშვიდის, იმიტომ რომ დღეს თუ გაქვს დაკარგული შენ სიმშვიდე, შენ ელემენტალურად იმ ქაოსში ხარ, იმ რაღაც ფორიაქში ხარ, იმ გაურკვევლობაში ხარ და შენ თვითონვე, ასე ვთქვათ, შენ თავს უკეთებ ხარაკირს, რო იტყვიან, ანუ უთხრი მიწას რა. და ხომ გინდათ რომ გადარჩეთ, ხომ გინდათ რომ იცხოვროთ ბედნიერად, ხომ გინდათ რომ შემოვიდეს თქვენში მართლა, გულწრფელი სიყვარული. და სულ პირადზე გაქვთ ხოლმე მოთხოვნები, ხო, გაშლის და ეს პირადიც, ხო, რატო არ ხდება ამ ჩვენი პირადის დაალაგება? ამაზე გიფიქრიათ? იმიტომ რომ შენ უნდა გამოსცემდე პირველ რიგში ამ ენერგიას და ეს ენერგია უნდა იყოს შენგან წამოსული. და ეს ენერგია უნდა იყოს სულიერი, მაღალვიბრაციული, არა მიწიერი, არა მატერიალური, არა იქ იმას რამდენი ფული აქვს და ამას რამდენი მანქანა ყავს და იმას ანუ გესმით, ეს უნდა იყოს გრძნობებზე და ადამიანის ფასეულობებზე აგებული და მართლა გულწრფელი. თუ შენგან არ მოდის ეს, მაშინ დღეს უკვე ისეთი პერიოდი დგება, რომ ის ფულიც კი, ვისაც ძალიან ბევრი აქვს და აუარება აქვს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, გესმის? ანუ ფული ვერ გადაგარჩენს, იმიტომ რომ ის ფულიც გაქრება საბოლოო ჯამში. ის ქონებაც აგერ 5 წუთში მოეკიდა ცეცხლი და ვიცით, რომ ძალიან დიდ ცნობილ მსახიობებს, ჰოლივუდის ვარსკვლავებს ერთ დღეში წაერთვათ ყველანაირი ქონება. სიტყვაზე ვიძახი, ხო? ეს არის ზუსტად ის, რომ შენ დაივიწყე, რომ შენ აბსოლუტურად არაფერი არ ახარ. შენ მოხვედი აქ დროებით, შენ მოგეცა ეს ყველაფერი და შენ იმის მაგივრად რომ მადლობდე, იმის მაგივრად რომ იქცეოდე ცოტათი მაინც ადამიანურად, შენ ცხოველსაც კი, ანუ გადააჭარბე, ანუ ცხოველის დონეც კი აღარ ხარ. ცხოველსაც აქვს ის ერთგულება, ნახე, როგორ გიყურებს ზაღლი, როგორ გეფერება, ხო, იგივე კატაც, როგორ თვინიერია დღეს. ისიც კი მადლობელია და შენ მადლობელი კი არა, უმადური ხარ, უმადურიც არა ხარ. არ ვიცი რა დავარქვა ამ სიტყვას. მე ვიძახი უმრავლესობას, ხო, როგორც იქცევიან. ამიტომ როცა კარგავს ადამიანი ამ სახეს, ღვთიურს. ეხლა წმინდანები არავინ არ ვართ, ყველას გვაქვს ცოდვები, ხო? უცოდველი არავინ არ არის დღეს. ყველა მოვედით აქ რაღაც ჩვენი სიტუაციების გამოსასწორებლად, მაგრამ შენ უნდა ეცადო ცოტათი მაინც რომ კარგი გახდე. ნახე, გაკეთილდე ცოტათი მაინც და შენ მაინც ამ სიბოროტეში ხარ, მაინც ამ ღვარძლში ხარ, მაინც ამ უმადურობაში ხარ, ანუ გიყურებენ ზემოდან, გაკვირდებიან შენი მფარველები, შენი კურატორები, სულიერი მასწავლებლები და მეუფეები და ამბობენ, ნუ რა უყოთ ახლა ამ სულს, როდემდე აი ეს მივეცით, ესეთი სიტუაცია შეუქმნით, ასე გაუკეთეთ, ისე და არა რა, ნუ ვერ დავანახეთ. ელემენტალური მადლობაც კი არ თქვა, ხო, არ გააჟღერა სამყაროსადმი, ხო, მაშინ წავიდეს რა და გააქრობენ უბრალოდ. აი ესეთ სულებს და აი ზუსტად აი ამ პერიოდში მოგვიწია ახლა ჩვენ ყოფნა.
ზუსტად ამ პერიოდში და ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, რომ მეტი პატივისცემა, მეტი სითბო, მეტი სიკეთე, მეტი მადლიერება გქონდეს ერთმანეთისადმი და არ დავკარგოთ ეს ადამიანობა, რაც ღმერთმა გვარგუნა აი ამ დროებით საცხოვრისში, სადაც ახლა ჩვენ ვართ. დავიწყებ ახლა ტარო კრეატიული დასტით გაშლას, ჯერ პირველ რიგში ვნახოთ ენერგიები. ჩვენი. ეხლა ვინც ამ ვიდეოს უყურებთ და ხართ დაინტერესებული ჩემ ვიდეოებით, რა ენერგიებში ხართ? როგორც თქვი ფაქტიურად. გამოსული კი ხარ, ჩემო კარგო, განდეგილის პოზიდან. განდეგილი ამ დასტაში იხსნება ასე, რომ აქ არის ადამიანი მაძიებელი სინათლით. აი სანთლით დავდივარ და ადამიანს ვეძებ. ვეძებ ადამიანს, რომელიც იქნება ჩემი ერთგული, ჩემი ღირსეული. ვეძებ, იმიტომ რომ გარს მაკრავს სულ ესე იგი ეს შავი არსებები. შავი ხო პირობითად ხო ზოგადად, ალეგორიულად. შავი რას ნიშნავს? დემონები, იგივე ამ ცხოვრების სამდეში ჩარჩენილები მე ესე მეძახი, აქ მოიდები, შეიძლება ითქვას ლიბერდებილები, რა ვიცი კიდე რა უწოდო. როდგანან ყვირიან და თვითონაც არიციან რა შვებიან და შენ რომელიც გამორჩეული ხარ და კიდე ღმერთმა მოგცა ის ნაწილაკი ღვთისა ანათებს და ნახე როგორც ლამპა გიჭირავს და დადიხარ და ეძებ გზას იკვლევ მუშაობ შენ თავზე ჩანს მასტერის კარტი ამოვიდა, მაგრამ ჩანს აქ ძალიან დიდი დახმარება ადამიანისგან, რომელიც შენზე მეტად ავტორიტატულია, რა მხრივ, რომ ეს არის ბრძენი, ეს არის შეიძლება ასაკოვანი, შეიძლება იგივე, შეიძლება ასაკით ძალიან დიდი არ იყოს შენზე, მაგრამ ბევრი იცოდეს, ცოდნე, შეიძლება გურუ, შეიძლება, რა ვიცი, რაღაც წარმომადგენელი, აუცილებლად უნდა მიხვიდე მასთან შენი პირადის სიტუაციის მოსაგვარებლად, აი ესეთი ენერგია, უნდა იკითხო, რაღაცა რო არიცი, ეს არ არის ცოდვა და ეს არ არის სირცხვილე, რაღაც არ ვიცი და ვკითხულობ, ხო? რაღაცაში ვერ ყვევი, არ მინდა რომ გაურკვეველ მდგომარეობაში მოვყვე იმ ბრბოს მივემსგავსო, რომელიც მიექანება უფსკრულისკენ, ხო? უნდა ვიკითხო, უნდა მქონდეს კონკრეტული, აი ესეთი კრიტიკული აზროვნება, ხო? აი, რატო ხდება ეს? რატო შვებიან ამას? რატო ამბობენ ამას? ეხა აი ესე რო გააკეთონ, თქვა, სწორია? მართებულია? რას მოგვიტანს ეს ზოგადად, ხო? ჩემთვის რატომ აი ესეთ სიტუაციაში რატო ვარ? რატო არაფერი არ გამომდის, ნახე? შემდეგ აი ამ კონკრეტული პასუხების შემდეგ, რა თქმა უნდა, ბრძნული და ჭკვიანური, ხდები უკვე იმპერატრიცა, რას ნიშნავს, რომ შენ უკვე რაღაც გარკვეულ პასუხებს იგებ, თუნდაც სამყაროდან, მაგრამ აქ ხე კონკრეტულად ადამიანი ჩანს, ავტორიტეტი, რომელსაც აქ მეტი გამოცდილება და ბრძენი ადამიანი, ხო? აუცილებლად მისასვლელი ხარ. და ეს ეხება შენ საბუთს, შენ საქმიანობას, შენ კონტრაქტს, შენ ცხოვრებას, იმ ეპიზოდს მაჩვენებენ. და მე ხდები უკვე იმპერატრიცა, რას ნიშნავს? გილაგდება სიტუაცია, მაგრამ ჯერ სამუშაო გაქვს. და გამოდიხარ, რაც თავარია განდეგილიდან. ეს იყო ენერგიები. თუ რეზონირდა და თუ სათქმენოა, გააგრძელეთ ყურება. მაშინ რა სიახლეებს მოგვიტანს ეს ახალი პერიოდი? მაღალ ვიბრაციული მეხუთე ჯ, როგორც ესე ეძახიან, მეხუთე განზომილებაში გადასვლა, რა სიახლეებს მოგვიტანს? ეხლა ვინც ამ ვიდეოს უყურებს, ის კონკრეტული რესპონდენტები. საჯარო გაშლა, პასუხებიც იქნება ზოგადი. გადათამაშება. შენი ეგოდან გამოსვლა. ნახე სამყაროს კარტი და ისევ სულიერება ამოდის ამ შემთხვევაში. ყველა ვარიანტში მთლიანად
კარტი ამოდის სულიერება, რაც ნიშნავს, რომ აუცილებლად მისასვლელი ხარ. ეს მამაოა, გურუა, მასწავლებელია, ვიღაცა, ავტორიტეტ ადამიანთან, რომელთანაც უნდა მიხვიდე და დაეკითხო. დაეკითხო, იმიტომ რომ შენ ცხოვრებაში მოხდა აურზაური. ჯერჯერობით, ჯერ დასალაგებელი გაქვს სიტუაცია. ნახე, იქიდან ჩხუბი, აქედან ჩხუბი. არ ვიცი ხა ვინ მიყურებს პოზიცია, ოპოზიცია. ნუ რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ აი ესეთი ვარიანტია რა. ზუსტად ესეთი ვარიანტია, გაურკვევლობა. და რატომ? ეგოიზმი, ნახე? იმის მხრიდან, შენი მხრიდან, ეგოცენტრულობა, ეგო, მაღალი ეგო. კუთხეში ხარ მომწყდეული. ეს არის მისი ეგოიზმიდან გამომდინარე და ის რომ საერთო ვერ გამონახე ამ ადამიანთან, ნახე? ამ სიტუაციიდან ამ ადამიანთან ვერ გამონახე საერთო და კუთხეში მიგამწყდია. მიგამწყდია და აქაც ჩანს ენერგიების გაცვლა გამოსვლა, რაღაც სამუშაო, გადასახდელი, რაღაც ვალები გაქვს. შეიძლება კარმული ვალები, შეიძლება ის რაღაც დანაშაულებები, რაც ჩაიდინე, შეგიძლია ეხლა გამოისყიდო შენი სიკეთით, შენი ქველმოქმედებით. აი ზუსტად გადასახდელი გაქვს. და მე ხდება ერთ პერიოდში, დაახლოებით ერთ თვეში, მყარად დადგომა, შენი ცხოვრების აღორძინება, გამაგრება, გამთლიანება და ეს ყველაფერი სამყაროდან მოდის. ანუ აქ ისევ მიგვანიშნებენ სამყაროსთან სიახლოვეს და რა თქმა უნდა სულიერებას. აი სიახლეები შემოდის შენ ცხოვრებაში, ჩემო კარგო, ვინც არ უნდა იყოს შენ, თუ მოგეწონა ვიდეო და გაშლა და თუ მიიღე, რომ საშენოა, დამიწერე ლაიქი და უბრალოდ კომენტარი მადლობის სახით და მაინც რას უნდა ელოდო შენ ეხლა ვინც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა მიყურებდე, რას უნდა ელოდო აი ამ ახლო მომავლის გადასახედიდან, რას უნდა ელოდო შენ თავს უნდა შეხედო პირველ რიგში, გაიგო შენი სიტუაცია, ის რაღაც ცუდები მოიშორო, ნახე, ტრანსფორმაცია ხდება, ძველი დაივიწყო, გაუშვა, ახალს შეეგებო და ეს ახალი აუცილებლად მოვა და ეს იქნება ან ადამიანი, ან და ხედარით ასების ნიშნავს ახალი ადამიანი, ახალი გრძნობები, ისევ ამოვიდა ცივი გონების ადამიანი და ისევ ამოვიდა ბრძოლა შენი გრძნობის, შენი სიყვარულის, შენი ცხოვრებისთვის, ანუ ეს ცხოვრება ყოფილა ბრძოლა. ამას ხო ამბობდით ყოველთვის და ამოვიდა მზე, რაც ნიშნავს, რომ როცა ტრანსფორმირდები, როცა იმ ძველს გადააგდებ, როცა იმ ცუდს გაუშვებ, შენ თავში ჩაიხედე, შენ ანარეკლს შეხედე, სარკეში რო ჩაიხედავ, შენ თავს უთხარი, რა მინდა, რისთვის ვარ ეხლა მე მზად, რა მიზნები მაქვს დასახული. მერე აქ შემოდის ოჯახის სიტუაცია, ნახე? რაღაცა შეუთანხმებლობა თუ იყო ოჯახში, შენ ახლობლებთან, შენს მეგობრებთან, შენს წრეში, აუცილებლად უნდა ჰარმონიული ურთიერთობა დაამყარო, რომ მოხდეს ამ ადამიანის მოსვლა, ვისაც შენ ელოდები და ეს ადამიანი არის მხედარით ასების, რომელიც მოიჩქარის და გამონათება. აუცილებლად მოხდება მზე გამოანათებს, მაგრამ არ მომეწონა ტრანსფორმაციის კარტი, ამიტომ მეკითხები ავიღე ორაკული სავსე მთვარის, რამდენ პერიოდში დაახლოებით მოხდება შენი ცხოვრების შეცვლა უკეთესობისკენ, რამდენ პერიოდში. უთხარით ორაკულო იმას, ვინც უყურებს ამ ვიდეოს, რამდენ პერიოდში. ეხლა გაბმული ხარ რაღაც ქსელში. ჯერ კიდე გაქვს შენ ცხოვრებაზე, შენ სიტუაციაზე, ნახე, ფუტკარი მიდის და იღებს ყვავილის ნექტარს, ანუ ჯერ კიდე ბოლომდე არ გაქვს აღებული ის, რაც გჭირდება, მაგრამ მოდის სტაბილური სიტუაცია და ოჯახში მოგვარება, შენს ცხოვრებაში, ხო, ამ შემთხვევაში იგულისხმება შენი ცხოვრება, შენი ოჯახი, შენი ურთიერთობა. მოდის სიძლიერე. ჯერ
უნდა დატკბე ეს ნექტარი გამოსაღები ყვავილიდან ნახე, იმიტომ რომ ჯერჯერობით გახვეული ხარ ამ ქსელში. შეიძლება ეს კარგი იყოს, შეიძლება ცუდი იყოს, სოციალური ქსელიცაა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ინტერნეტიცაა, ის social media, რაშიც შენ მონაწილეობ, მაგრამ აიღე, ნახე, გახდი ფუტკარი და მხოლოდ კარგი აიღე იმ სოციალური ქსელიდანაც. ის უარყოფითები გავუშვი, ის ცუდები გავუშვი, მხოლოდ კარგები. ანუ დადებითი, სიკეთე აიღე, სიყვარული აიღე, რომ გაძლიერდე. რომ შენ სულში შემოვიდეს ეს ყვავილი. რომ შენ იმ ბოქლომს მოარგო ის გასაღები, რომელიც შენია, მხოლოდ შენია და მიგიყვანს იმ სახლამდე, რომელიც შენი ოცნების სახლია. ეს არის საკუთარი სახლი, ბინა, მიწა, ქონება, რაღაც, არ ვიცი, სტაბილურობა. სიძლიერე, სტაბილურობა, მაგრამ ჯერ სამუშაო გაქვს. ამ ქსელიდან უნდა გამოხვიდე. ეს შეიძლება შენი ცხოვრების ქსელია. რაღაც ეტაპზე ნახე, ფუტკარივით გახდი, რას ნიშნავს? იმუშავე, ფუტკარი რა არის? მუშაა, ხო? მუშაობს და იღებს ნექტარს ყვავილებიდან და მერე კეთდება თაფლი, ხო? აი ესეთი ღვთიური სასწაული ხდება. ანუ ამ შემთხვევაშიც შენ თავზე გაქვს სამუშაო, მხოლოდ შენ და მხოლოდ შენ საკუთარ თავს შეუძლია შენი ცხოვრების შეცვლა უკეთესობისკენ. ანუ ბევრი რაღაცა შეიძლება წაიკითხო, ბევრი რაღაც შეიძლება შეისწავლო, ბევრ გურუსთან, მასწავლებელთან, ავტორიტეტთან შეიძლება ძალიან და აქ ჩანს, რომ მისასვლელი ხარ. კურსები გასავლელი, იგივე შესაცნობი ბევრი რა, მაგრამ ამ ნაბიჯს დგავ შენ. ამ აქტიურობას შენგან ელოდებიან პირველი ნაბიჯი შენ უნდა გააკეთო შენი ცხოვრების შესაცვლელად. სხვა ვერავინ ვერ დაგეხმარება. ესეა მოწყობილი ეს სამყარო. თავისუფალ ნებას აქ აქცევენ ყურადღებას. შენ თუ გინდა, ამას გააკეთებ. მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, ასე რომ ჩემო კარგო, ვინც არ უნდა იყოს შენ. მადლობა, რომ იყურებ, მადლობა, რომ მილაიქებ, მადლობა, რომ მისმენ, გისურვებ ბედნიერებას და გაარჩი კეთილი ბოროტისაგან, რაც თავარია. გისურვებ, რომ გონება გაგინათოს სამყაროსეულმა და ღვთიურმა ნათელმა კეთილმა ძალებმა. ეხლა როცა დგახარ ორს შუა, უნდა აირჩიო ყოველთვის ნათელი. მე ყოველთვის ამას გეტყვი, იმიტომ რომ მე თვითონ ნათელი ვარ და ამიტომ ყოველთვის გიბიძგებ ყველაფერი სტანდარტულად, კლასიკურად და სამყაროსეული კანონზომიერების დაცვით, რომ მოხდეს და არა ჩარევით და არა დარღვევით, რასაც შეიძლება მოყვეს ძალიან ცუდი შედეგები. ამიტომ ყველაფერს აქვს თავისი კანონები და რა თქმა უნდა სამყაროს კანონებიც დასაცავია, რომ ის ბალანსი შევინარჩუნოთ და ჩვენი წარმატება, ბედნიერება მოვიდეს უკვე დამსახურებულად. ხო გვინდა რომ დამსახურებულად მოვიდეს? აი ამას გისურვებთ. სამართლიანად დამსახურებულად მოვიდეს თქვენს ცხოვრებაში ბედნიერება. აბა თქვენჩით. წარმატებები.